Salve, მეგობრებო, მოგესალმებით აფთენტურის სესიებიდან. კვლავ. წინა სესია გაგვიცდა და გადავწყვიტე, რომ ექსტრა ჩავწერო, შედარებით მოკლე ალბათ. აი ესე უცებ მომზადებლად, თითქმის საერთოდ მომზადებლად, მაგრამ რა მოხდა? ეგ უფრო საინტერესო არის. მოკლედ, ფიზიკური მდგომარეობამ არ შემიწყო ხელი, რომ სესია ჩამეწერა და აი ზუსტად მაგაზე მინდა ვისაუბრო. იმედია ყველანი ჯანმრთელად ხართ. ხო და რა კავშირი შეიძლება იყოს ფიზიკური მდგომარეობა მენტალურ სულიერ მდგომარეობასთან. პირდაპირ პროპორციულ კავშირში არის. ეს ძველი მიკროფონი ვიპოვე ბავშვობის უჯრაში და მინდოდა რაღაცისთვის გამომეყენებინა ეს თეთრი და მოგესალმებით ამ მიკროფონითაც. ეს არის რაღაცა უძველესი ლეპტოპის არა და დესკტოპის რაღაცის აი ესეთი შესაერთებლით. მე მგონი მუშაობს და უნდა გავტესტო ეს ისე. გადახვევა. მოკლედ, დავუბრუნდეთ ფიზიკურ მდგომარეობასთან. მე რაღაცა დიდი ხანია რაღაცა პრობლემა მაწუხებს, რაღაცა მდგომარეობა ფიზიკური, რომელიც კავშირში არის ემოციურ მდგომარეობებთან, რომელსაც თავიდან ვერ ვაკავშირებდი ვერანაირად, ანუ სადღაც 20 ხო, რაღაც 22 წლის წინ დაახლოებით ცოტა მეტის ნაკლების აღმოვაჩინე, რომ მქონდა ნაწილობრივ გენეტიკასთან არის კავშირში, საჭმელ სისტემას ეხება რა, ახლა ზუსტად დიაგნოზებში ვარ ჩავიდეთ, მაგრამ პერიოდულად წავდება ხოლმე რა და ძალიან დიდი დისკომფორტი არის და ტკივილი და სიცხე და რაღაცეები. ხო და თავიდან მეგონა რომ ეგ არის და ეგ რა, ნუ რა კავშირში არის რაღაცა, მაგრამ ხო ვიკვლევთ ამ ყველაფერს ჩვენ თვითონ და მედიცინაც და ასე შემდეგ და რაღაც მომენტში აი ახლა ბოლოს რაც წავიკითხე ერთ-ერთი ფაქტორი არის სტრესი რა, რატო ახლა სტრესი რანაირად შეიძლება მოქმედებდეს ამ ყველაფერზე, ნუ ვინც ალბათ იცით ცენტრალური ნერვული სისტემა, ტვინი, თავის ტვინი და ზურგის ტვინიც კავშირში არის საჭმელ სისტემასთან ძალიან მჭიდროდ. გასტროინტესტინალურ ტრაქტთან. უამრავი ნერვული დაბოლოება ჩადის ზევიდან მანდ, იქ ცალკე თავისი ნერვული სისტემა აქვს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, სწრაფად ვერ ვიძახი. იმიტომ რომ მთელი პროცესები მიდის ხო, შეკუმშვა, ასე შემდეგ პერისტალტიკა, სხვა ფერმენტების გამოყოფა, შეწოვა, ასე შემდეგ რაც მახსოვს ფიზიოლოგიიდან. და ამავდროულად ბევრი ჰორმონის გამოყოფა ხდება. უდიდესი მიკრობიომი აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ანუ ბაქტერიები, კარგი ბაქტერიები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და სხვა ფერმენტებს გამოიმუშავებენ, ვიტამინებს. ამაზე არის Netflix-ზე ძალიან მაგარი გადაცემა, კვებაზე რა ზოგადად და რამხელა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს ზოგადად ჩვენს ჯანმრთელობაზე, არა მარტო საჭმლის მომნელების მიმართულებით. საერთოდ, აი ეხლა ბერკლის მუსიკოთერაპიას რო ვსწავლობ, რა მან ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა შესავალში იმაზე, რომ მედიცინა ნელ-ნელა, თანამედროვე მედიცინა გადავიდა ამ რაღაცა სისტემებზე ორიენტირებული მიდგომიდან, იზოლირებულად სისტემებზე რო ვსაუბრობთ საჭმლის მომნელებელიდან ინტეგრირებულ მიდგომაზე, ჰოლისტიურ მიდგომაზე, ანუ მთლიანობაში განიხილავს ადამიანს ერთ მთლიან სისტემად. და ეს მთლიანი სისტემა კიდე კავშირში არის სხვა სისტემებთან, სხვა ადამიანებთან, ბუნებასთან, ფლორა, ფაუნა და პლანეტა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ერთმანეთზე მოქმედებს. ახლა ეს პირველი არ არის, ახალი არ არის, რასაც მე ვიძახი და პირველი მე არ ვარ, ვინც ამას იძახის, მაგრამ ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში სტრესი რომლის დროსაც შეიძლება იყოს ნერვული დაძაბულობა, გარკვეული შიში ან შფოთვა რაღაცების მიმართ, რაც ყოველდღურად ხდება პატარ-პატარა დოზებით, ან არც პატარით გააჩნია დღეს. სამსახური, პირადი ურთიერთობები ასე შემდეგ. მანქანაში ზიხარ, საცობში. ხო და საჭმლის მომნელებელი სისტემა რეაგირებს ამ სტრესზე. ანუ იკუმშება იქ არასაჭირო ზედმეტად, მაშინ როცა არ არის საჭირო. იძაბება, სპაზმი ხდება, მე ამის გამო აღარ ხდება გადაადგილება საკვების მასში, წესიერად არ ხდება მონელება წესიერად, არ ხდება შეწოვა. თან იმ საკვებში რა არის, რომელსაც ვჭამთ, ეს ცალკე ამბავია.
მაგრამ ჩემ შემთხვევაში კიდევ უფრო საინტერესო რაღაცებს დავაკვირდი რა. აი მაგალითად თუ მაქვს ეს პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც ბევრ რაღაცას ვაკეთებ და ამას თავის მიზეზი აქვს, რატომ მაქვს ბევრი რაღაცა ერთდროულად, იმიტომ რომ უარის თქმა მიჭირს რაღაცებზე. კარგზეც და არც ისე კარგზე შემოთავაზებებს. რა სამსახურში თუ ვალდებულებებს კიდებენ, ვერ ვიძახი უარს. მეშინია. იმისი რომ მე გამსჯიან და დამსჯიან. საიდან მოდის? არ განვაზოგადებთ არ ვწუხო ყველა შემთხვევაში, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ბავშვობიდან 1000%-იანი. სკოლა, სახლში, იმეცადინე, არ იმეცადინე, ისწავლე გაკვეთილი სიხარულიძე დაფასთან და მუცელში ხო გიგზნიათ ეგ ყველას. არა, როცა სიხარულიძე დაფასთან იძახენ, არა, როცა თქვენ სახელს და გვარს იძახ. რო გიჭერს. ან სიხარულის დროსაც ხდება ეგ რა, პეპლები მუცელში კარგი არის. ფორიაკი. ეიფორია. მაგრამ აი ეს სტრესი, როცა ვაიმე რაღაცა საფრთხე არის მოსალოდნელი, ანუ გადავდივართ გაქცევის ან ბრძოლის ან გაყინვის, გაშეშების მდგომარეობაში კურდღელი რო შეშდება, რომ ნადირობენ, ანათებენ. Flight, fight or freeze mode ქვია რა ინგლისურად. და ამ დროს გამოიყოფა სტრეს ჰორმონები, კორტიზოლი, ადრენალინი ეს შემდეგ. რაც იწვევს მუცლის ღრუში არსებულ ორგანოებში სისხლის მიმოქცევის შემცირებას. რატო? იმიტომ რომ მაგას უნდა გაიქციან, უნდა იჭხუბო. ამიტომ ის სისხლი, რომელიც იქ არის, კუნთებში გადადის, ფეხის კუნთებში, ხელის კუნთებში, რომ ან გაიქცე, ან იჭხუბო, თავი დაიცვა, გულისკენ, ტვინისკენ გადადის რა, რომ გადავრჩეთ. ანუ გადადიხარ survival mode-ში, ეგრეთ წოდებულში, ეს ბევრჯერ არის ნათქვამი სხვა ფორმით. ანუ გადარჩენის რეჟიმში. ეხლა, როდესაც ეგ რეჟიმი ირთვება სკოლაში, ან სამსახურში. აბსოლუტურად ადგილობ. ის გამო გადარჩე, ხო, მაგრამ ჩვენი ნერვული სისტემა მიჩვეულია, რომ საფრთხეა რაღაცა და იგივე მდგომარეობაში ვარდებით რეალურად როგორშიც ჩავარდებოდით ტყეში, რომ მოგზენდეს მგელი. ცოტა უფრო ნაკლებად სტრესულში ალბათ, მაგრამ გააჩნია სტრესი და ზოგიერთ ადამიანს სკოლაში ისეთი სტრესები აქვს გავლილი, მე ვიცი, რომ აი მგელს არ შეედრება. ხო და ეს მე მაქვს გამოყოლილი დიდი ხანი, რომ გზნობ, რაც მოგზნობიარე ხარ, რაც უფრო მეტად მიბმულია ეს აღქმა იმაზე, რომ თუ ეხა წესიად არ მოვიქეცი, არ ვქენი რაღაცა ისე როგორც საჭირო, როგორი ისი მოლოდინიც არის, ამის გამო დავმისახურებ საყვედურს. საყვედური რას ნიშნავს? ნაკლებ პატივისცემას, ბავშვისთვის პატივისცემა იმდენ მნიშვნელოვანი როგორც არის ზრუნვა, ნაკლები ზრუნვა, ნაკლები სიყვარული, რაც მე მიდის იქამდე, რომ ვაიმე, ესე იგი რა, დავრჩები მარტო. და მარტო დარჩენა ბავშვის სუდრის ყველაზე ცუდ რამეს სიკვდილს. ანუ ესე მუშაობს მარტივად ერთი შეხედვით ფსიქიკა. რომ თუ საფრთხე მემუქრება, საფრთხე არის საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი საფრთხე არის სიკვდილის საფრთხე და აქამდე დავდივართ ყოველთვის. ჩვენ კი ამას ესე ცნობიერად ვერ ხვდებით, რომ როდესაც კამათი გაქვს შენს პარტნიორთან ან სამსახურში ვიღაცასთან სიკვდილის საფრთხე გემუქრება, მაგრამ ცენტრალური სისტემა ვერ ანსხვავებს ამ ორ საფრთხეს ერთმანეთისგან. იმიტომ რომ ის ლოგიკურად არ ფიქრობს. ამაში კიდე მთელი პრობლემა რა, თერაპიის და ფსიქოლოგიის, რომ ვერ ვხსნით ამას კარგად ადამიანებისთვის. ანუ ადამიანს როცა ამას ელაპარაკებ, გეუბნება, ხო, გასაგებია, რა თუნ ამას ამდენი ახსნა. ეს გასაგებია ინტელექტის დონეზე, მაგრამ ემოციური ინტელექტი, რომელიც გაცილებით უფრო ღრმა სტრუქტურა ტვინის, მას არ ესმის ესენა. იგი იგივეა, რომ ჩინელს ელაპარაკო ფრანგულად. შეიძლება კიდევ უფრო მეტად განსხვავდებოდეს ეს ენები რა, ერთმანეთისგან, ანუ ემოციური ენა და ჩვეულებრივი ინტელექტუალური შეგონებები. ამიტომ არ მუშაობს ერთად შეგონებები რა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ამის ლაპარაკი. მარტო არ შველის არაფერს. ემოციის დონეზე უნდა იგრძნოს ნერვულმა სისტემამ და სხეულმა, რაც ერთიანია საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. როგორ უნდა დავისწავლოთ, თავიდან უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს უსაფრთხოება. ამისთვის არსებობს თერაპია. ამისთვის არსებობს მედიტაცია, ამისთვის არსებობს სხვა სომატური სუნთქვითი ვარჯიშები, ამისთვის არსებობს eye movement therapy, ამისთვის არსებობს ნეიროგრაფიკა, მუსიკოთერაპია, ბგერითი თერაპია, უბრალოდ სიარული ბუნებაში, შვიდი საუბრები, სწორი კვება, ცილის რეჟიმი, ასე შემდეგ. ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი დაირღვა, იმიტომ რომ ვერაფერს რაღაც ბევრ რაღაცაზე უარი არ ვთქვი
ეს გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა და აი გიჟივით დავქროდი ყველა მიმართულებით ყოფს ვაკეთებდი რა. საბოლოოში სხეულმა ფსიქიკამ მითხრა რომ enough საკმარისია და დააშათ დაუნა რა. ოღონდაც რა ფორმით? ტკივილი, სიცხე, ანუ გაგაჩერა რა. იმიტომ რომ აღარ შემიძლია გეუბნება. ადრე ამას ასაკისგან გამომდინარე ვიტანდი უფრო ადვილად. ასაკში როცა შევდივართ, ამის რესურსი გველევა. ნელ-ნელა. და აღარ გვჩება ენერგია იმაზე, რომ ყველაფერი ავიკიდოთ ზურგზე და გავიქცეთ მთაში, აღმართში. ხო და აი ხავ სწავლობ არას თქმას. ანუ ჯანსაღი ბარიერების ჩადგმას ამასთან ერთად. ეს არ შემიძლია ეხლა. ეს არ მინდა, ის საერთოდ არ მაინტერესებს. ამის თქმა ჩემთვის ასოცირდებოდა ყოველთვის იგივე იმ საფრთხესთან, რაც ახლა აღწერე. არას თუ ვიტყვი ვიღაცას აღარ მოვეწონები, აღარ ვეყვარები, შესაბამისად, აღარ მომივლის და მე მოვკვდები. ბავშვობაში განცდილი შიშები იყო ეს, ხო, რომ უნდა მოვერგო სიტუაციას რა. მშობლებს ყოველთვის ყველაფერს უნდა დავეთანხმო და რაღაცნაირად ან თუ ჩხუბობ, ეგ უკვე ისტერიული მდგომარეობა ვტირი, ფეხებს ვაბაკუნებ და უკვე სტრესის პიკში ვარ რა. მანამდე ვცდილობ ეს ყველანაირად თავიდან ავიცილო. თავი მოვაწონო, დავითანხმო რაღაცებზე, bargaining, რასაც ქვია, რომ ვაჭრობთ რა, ბავშვობაში რაღაცებში. აუ, დედიკო, აი მას ვიზავ და მე შენი, აი ჯერ არ დავიძინე. იმიტომ არ ვიმეცადინე რომ სულ ამ გადარჩემის რეჟიმი. მაგრამ ბავშვი თუ გრძნობს, რომ საფრთხე არ არის, ანუ იცის, რომ რაღაცები უნდა გააკეთოს. მას რაღაც ვალდებულებები აქვს. ეს სხვანაირად უნდა აუხსნათ ბავშვს, რომ ჩემ სიყვარულს არ დაკარგავ არც ერთ შემთხვევაში. უბრალოდ ეს რაღაცები გასაკეთებელია. სხვა შემთხვევაში მე უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი. ანუ ავტორიტეტი უნდა იყოს ბავშვისთვის და არა ავტორიტარი. ეს ესეთი თემაა ჩვენ საქართველოში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. ავტორიტეტი, როცა ადამიანს პატივს სცემ, შენ თვითონ გინდება რომ პატივი მიაგო მას და ავტორიტარი როცა არის, გეშინია და იმიტომ მიაგებ პატივს. ვეფხის ტყავსანი გამახსენდა და მაგას მინდა თუ ამიხსნით, როდეს მე რა კონტექსტში არის ფრაზა შიში შეიქმს სიყვარულსა, ძალიან გამიხარდება. მე მგონია რომ იმედია რომ ეს კონტექსტი არ არის. შიში არ შეიქმს სიყვარულსა. თუ ესე მარტო ავიღებთ განყენებულად და თუ რამე სხვა უფრო ღრმა აზრიდებს, დიდი სიამოვნებით მოვისმენ. მოკლედ, ჩემ შემთხვევაში შიშმაში სიყვარული არ შექმნა და შექმნა უფრო მეტი სტრესი და შიში. და 50 წლის ასაკში ნახევრად შემიძლია უარების თქმა ზოგჯერ. იმიტომ რომ მგონია რომ ამითი უფრო ცუდი გამოჩნდები და მე ვალიდაციას ვერ მივიღებ და არავის აღარ ვეყვარები და მარტო ვიქნები სულ. ცდილობიანად მშვიდად, ეს არ შემიძლია ხა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული ვარ და ცოტათი რომ გადავდოთ, მე ხო არა უშავს, ან რაღაც სხვა გზა მოვძებნოთ. სამსახურშიც იგივეა. თუ გარემოში ხარ, სადაც გაიძულებენ და ამას არ ისმენენ, იქიდან უნდა წახვიდე, თუ ვერ ცვლი იმ გარემოს და ბარიერსაც ვერ უდგამ ვერავის. ესეც ძალიან მიჭირს ხოლმე. და აი შედეგიც არ აყოვნებს. ამას ემატება კიდე გათენებული ღამეები, არასწორი საკვები, რაღაცა დალეულები, ალკოჰოლები. თუმცა რო წაიკითხოს ეს ცალ-ცალკე ზომიერად ყოფილი შეიძლება. მაგრამ როდესაც კომბინაციაში არის სტრესთან და მუდმივად ჩართული არის ნერვული სისტემა და სულ რაღაცაზე ნერვიულობს და სულ გაქცევის რეჟიმში ან ჭუბის. და კუჭნაზღავი ესე არის ყულფში, გაყრილი და მოჭიმული. რა თქმა უნდა, ცუდად ხვდებით. და ბევრი ჩვენი დაავადება უმრავლესობა აქედან ამოდის. ასე რომ მოусმინეთ საკუთარ სხეულს, მოусმინოთ საკუთარ სხეულს, საკუთარ შინაგან ხმას არ მინდა როცა იძახის რაღაცა, დავაკვირდეთ მას და გავაჟღეროთ ეს მშვიდად და წყნარად. ძნელია, ვიცი, მე ძალიან მიჭირს. მაგრამ ნელ-ნელა გამოგვივა აუცილებლად. დღეს სულ ეს იყო, შედარებით მოკლედ, მაგრამ მაინც გძლად და უახლოეს მომავალში დაგებრუნდებით ახალი თემებით და საინტერესო წიაღსვლებით. ჯანმრთელობას გისურვებთ და დროებით.